ჩვენ თუ გვეხსოვნება, რომ ჩვენი რწმენა, ჩვენი შინაგანი სულიერი მდგომარეობა და ამავე დროს ის თავისთავად კი არ არის ჩვენში. აი სული მოვიდა და ჩვენში გაჩერდა. გნებავთ რაღაცა მაქინაციებით, მანქანებით, ძალადობით, არა. ეშმაკი ძალადობით, ლიქნით და ცბიერებით მოქმედებს. მაგრამ ღვთისული არ მოქმედებს ესე. ღვთისული მოქმედებს აი ესე, როგორც წერია აპოკალიფსში, ყოველი ადამიანის გულთან დგავარ და ვრეკ ეგების ვიღაცამ ისმინოს. ის მოქმედებს ძალიან ფაქიზად ყოველგვარი ძალადობის გარეშე. აი ისე გაღვიძებს, რომ გაიღვიძებ უღმერთობის ძილისაგან, გეგონოს, რომ შენ თვითონ გაიღვიძე. ისე არ გაღვიძებს, რომ აი გამაღვიძა. იმიტომ რომ ეს შეხება ესეთი ფაქიზია, რომ ჩვენ ვიცით, რომ მრავალი თქვენთაგანი, მადლობა ღმერთს, სწორედ აი ამ გაღვიძებით მოსულია აქ და ძალიან კარგათაც გახსოვთ თქვენ გონებრივად, როგორ გაგაღვიძათ ღმერთმა და როგორ გამოგაფხიზლათ, მაგრამ ეს შეხება იმგვარად ფაქიზი იყო, რომ პერიოდულად თქვენ ივიწყებთ ხოლმე ამას და მე თქვენი ნებისყოფის ძალით ახსენებთ საკუთარ თავს, კაცო, როცა ურწმუნოება შემოგიტევთ, გაიხსენე, აბა როგორ მოხვედი, აბა განაღმერთი არ ჩაერია შენს ცხოვრებაში. იმდენად ფაქიზია ღმერთის შეხება. რატო? იმიტომ რომ ყველაზე მთავარი რაც არის ადამიანში, რითაც საერთოდ რელიგიური ცხოვრება, ანუ ღვთისძიება, ღმერთთან კავშირის აღდგენა შესაძლებელია, ეს არის თავისუფლება.